მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას. უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივის ეთერში გადაცემით უსამართლო სასამართლო და დღევანდელი გადაცემის თემას წარმოადგენს სწორედ უსამართლო სასამართლო, რომელსაც მიმოვიხილავ ჩემს ძალიან მნიშვნელოვან და ბევრი თქვენგანისთვის ძალიან საყვარელ ადამიანთან ერთად, რომელს ვინაობასაც ცოტა მოგვიანებით გეტყვით. მანამ მინდა მიმოვიხილო ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები სასამართლოებში რეჟიმის პატიმრებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ამ ერთი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრენი გავხდით, ხომ? ასევე მინდა შევეხო და დავიწყო ეს საუბარი დღევანდელი დღით, მაშინ როდესაც რეჟიმის ორ პატიმარს, თემურ ზასოხაშვილს და დავით ლომიძეს მოსამართლემ მიუსაჯა სრულიად უსაფუძვლოდ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე ძალიან ნიშანდობლივი იყო მოსამართლის შეთავაზებაზე დავით ლომიძის პასუხი, როდესაც მოსამართლემ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ შეწყალების უფლება, რომ არავითარი შეწყალება არ იქნება. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რაც მოიმოქმედა პროკურატურამ და შემდგომ მოახდინა, ასე ვთქვათ, უკან ნაბიჯების გადადგმა, ვინაიდან მას ჰქონდა მცდელობა საბჭოთა ტერორში გაეღვიძებინა საქართველოს, როდესაც სრულიად usაფუძვლოდ არანაირი მტკიცებულებების არსებობის პირობებში მოახდინა ნინო დათაშვილისათვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა სტაციონარულ პირობებში. თუმცა აქაც ხალხის ერთობლივი ბრძოლის, ხალხის რეაქციის შესაბამისად, ასევე უფლებამოსილების, ასე ვთქვათ, გადამეტების თუ შემცირების თუ ასე შემდგომ ფარგლებში ჩაუტარეს ამბულატორიული წესით აღნიშნული შემოწმება, რომელიც საერთოდ არ იყო ჩასატარებელი, იმიტომ რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მოქმედება, მისი ქცევა საერთოდ არ საჭიროებდა, არ იწვევდა იმის საფუძველს, რომ მომხდარიყო მისთვის მსგავსი, ასე ვთქვათ, ექსპერტიზის დანიშვნა და ამით იმ დიდი საბჭოთა ტკივილის გახსენება, რომელიც უკავშირდება ტერორს ფსიქიატრიულ, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობასთან დაკავშირებით, როდესაც ამისი საჭიროება არ დგას, ხომ? და იმ სტიგმის გაძლიერებას, რომელსაც ბევრი წელია ფსიქიატრია და თანამედროვე ექიმები ებრძვიან და ცდილობენ, რომ საზოგადოებაში შეცვალონ და მოერიონ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ესე იგი ანატოლი გიგაურის პროცესის გამოცხადება უკვე მესამედ გადაიდო, ხომ? და მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას უჭირს, როგორც ჩანს, ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად გადაწყვეტილების გამოცხადება და მნიშვნელოვანი მოვლენა, კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, მზია ამაღლობელი ამ შემთხვევაში ჟურნალისტი, ქალი, რომელსაც სრულიად უსაფუძვლოდ რეჟიმმა ჯერ მოახდინა მისი დატყვევება, შემდგომ 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ემუქრებოდა, თუმცა განაჩენში მოახდინეს მისი მუხლის კვალიფიცირება, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მომხდარიყო მისი განთავისუფლება სასამართლოს ხდომის დარბაზიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შეიძლება ითქვას ამ ბრძოლის ნამდვილად სიმბოლოს. მაგრამ იმავე დღეს ცოტა მოგვიანებით 4 საათზე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რომელმაც უდიდესი სიხარული მოგვიტანა თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს და ეს იყო გიორგი ახობაძის განაჩენი, როდესაც სასამართლოში გამოცხადდა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ. ჩვენ ყველამ ვიცოდით, ამ ბრძოლაში ჩართულმა ადამიანებმა ვიცოდით ნამდვილად, რომ გიორგი იყო უდანაშაულო. თუმცა რეჟიმის პირობებში, სადამსჯელო ღონისძიებების პირობებში, მაშინ როდესაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ამას პირდაპირ მიუთითებენ, რომ შერჩევითად ხდებოდა ადამიანების დაკავება, ანუ არა დანაშაულებების მიხედვით, არამედ შერჩევითად იმისთვის, რომ სხვა პირები დაშინებულიყვნენ, ძალიან სასიხარულო იყო ამ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვების გიორგის თავისუფლების აღნიშვნა და დღეს სწორედ გადაცემაში ვისაუბრებ მასთან ერთად. ჩემი სტუმარი არის გიორგი ახობაძე. გიორგი, გილოცავ პირველ რიგში თავისუფლებაზე გამოსვლას, უკანონო ტყვეობიდან თავის დაღწევას და მოგესალმები, მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხარ დღეს. მოგესალმები მარიკა და ყველა მაყურებელს, ვინც ახლა გიყურებს, ყველას მივესალმები. მადლობას გადავუხდი ყველას გვერდში დგომისთვის, ბრძოლისთვის.
და ყველაფრისთვის ის რაც ხარდაჭერისთვის კეთდებოდა სანამ ამ 8 თვის მანძილზე უკანონოდ ყველაში ვიმყოფებოდი. კი, რეჟიმის პატიმრები და თქვენი ოჯახის წევრები იყავით ყოველთვის მაგალითი, თქვენი ერთიანობით, თქვენი გაუტეხლობით, თუ როგორი უნდა გაგრძელდეს ბრძოლა და ასევე გვამხნევებდით, ანუ გქონდათ იმისი ძალა, რომ გაგემხნევებინეთ შიგნიდან, ხომ, ციხიდან. ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ შენი შემთხვევა, მე მინდა ამ გადაცემის მსვლელობისას შევეხო, მოვასწრო ყველაფერზე შეხება, როგორც სამართლებრივ ნაწილზე, რომ შენი გადასახედიდან რატომ იყო ეს საქმე აბსურდული და საერთოდ რას გეტავებოდნენ, ასევე მინდა შენი ციხის დღეებთან დაკავშირებით ვისაუბროთ და ვიცი რომ შენთან საკანში იყვნენ სხვა რეჟიმის პატიმრები, ხო? ნიკუშა კაცია, ზვიადი რატიან, თორნიკე გოშაძე და მათ შორის ნიკუშა ასევე ანალოგიური მუხლით არის დაკავებული ისევე. კი ბატონო, ნარკოტიკებთან დაკავშირებით და მე მას პირადად ვიცნობ და ისევე დარწმუნებული ვარ, როგორც შენზე ვიყავი, რომ ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალი არის და ამავე მუხლით არის დაკავებული კიდევ არაერთი ადამიანი, მაგალითად ანასტასია ზინოვკინა, გრიგული, კი ბატონო, ეს ადამიანები, რომლებიც ელოდებიან საკმაოდ მძიმე განაჩენებს და თითოეული მათგანის პროცესი მიდის ბოლოში. რა მოხდა შენთან დაკავშირებით? ზოგადად ხო, ბევრი ვერსია მაქვს. პირველ რიგში მართალი ამ ეთერს ვერ ნახავენ პატიმრები, ტყვეები რეჟიმის. მინდა აქედანაც მაინც რამენერად თუ მიწუდებათ მათ ხმა გავამხნევო და უთხრა რომ მათ შორის მეც უკვე დავემატა იმ ადამიანებს, ვინც უკვე გარედან იბრძოლებს მათი თავისუფლებისთვის. მეც მათ გვერდში ვიყავი და სხვათა შორის ბევრი ნაბიჯს ხედავ ახლა რასაც აკეთებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, de facto ხელისუფლება იმისათვის რომ ჩვენ შორის რაღაცა ის მომენტი იყოს რა, ცოტა რომ ვიღაცებს გაუშვებენ, ვიღაცებს არა გულდაწყვეტის, რაღაცა ერთიანობის დარღვევის, მაგრამ არ გამოვუათ ეგ ამბავი, იმიტომ რომ ისევე როგორც გაჭირვების ოს ერთმანეთის გვერდში ვედექით და ვედგებით, გაზიარებაც სიხარულის ასევე შეგვიძლია და რა ვიცი, ხა მე რო შიგნით ყოფილიყავი და ნიკა რო გაეშვა, დარწმუნებული ვარ, ხო, როგორც მე ესე გამიხარდებოდა, ასე უხარია ნიკასაც ჩემი გარეთ ყოფნა და მაგხრივ ერთობას ვერ დაგვირღვევენ. რაც შეეხება ხო ერთი პატარა გადახვევა მინდა გავაკეთო კონკრეტულ ადამიანებს მინდა უთხრა რაღაცა ეს სულსუკან ჭორაობის ამასთან დაკავშირებით მე ვხვდები დაახლოებით რაზეც მეუბნები და მეც მქონდა კითხვა ხო ნახე ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ გააკეთა გარკვეული განცხადებები და მათ შორის ირიბად, თუმცა სავარაუდოდ შენთან დაკავშირებით, სადაც გარკვეული ბრალდებაც კი წამოვიდა, რომ შენ, რომელიც მართლა ხარ გმირი დღევანდელობის, ნუ ყავთ გმირად გამოყვანილიო და ახსენა ბავშვების და ნარკოტიკების თემები. რამის პასუხი გინდა რამე, ანუ საზოგადოებას მიმართ და მოქალაქე ვარ, ხო, ისეთი უფრო პასუხისგებლობას ვოგზნობ და აქტიური თორე გმირი ხო ცოტა სხვა რაღაცა ეს ერთი და რაც შეეხება ხა ზოგიერთ ჭორიკანა მამაკაცს და ქალბატონს თუ ესეთებიც არიან არ ვიცი ჯერ მეწვდომა არ მაქვს ჩემ ციფრულ ქსელებთან იმიტომ რომ შემდგომი პატიმრობა გრძელდება უკვე ჩემი ოღონდ ისეთი კარგი გაგებით ოჯახთან დაკავშირებული მათ თხოვნას ვითვალისწინებ და ცოტა ხანი მინდა რომ ჩემ ოჯახთან ერთად ვიყო ცოტა ემოციები დავალაგო თავის ადგილზე ამ 8 თვიანი ტყვეობის მერე. ამიტომ მედიებსაც მოუბოდიშებ აქედანაც კიდევ ერთხელ სტუმრობაზე უარი უთხარი, ჩვენ გუშინ ვიყავით შეთანხმებული, ასე რომ ხა პირობას ვერ დაგირღვევდი. რაც შეეხება ამას, მოკლედ მე ჩემს ზურგს უკან მაქვს ჩემი გაკეთებული საქმეები. ის საქმეები ლაპარაკობენ ჩემს მაგერად და აღარ დავიწყებ, ამიტომ ჩემზე ლაპარაკს. თუ ვინმეს რამე სათქმელია აქ არის ეთერი, აგებს ვივარ შესანიშნავ სტუდიაში. გვაქვს პირდაპირ ეთერი, გვაქვს სტუდია, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კითხვა აქ ან რამის თქმა უნდა, ან უნდა იმის თქმა რომ რაღაცა ისე არ არის როგორც ხალხს გონია, ნებისმიერ ადამიანს აი ვიწევ ამ სტუდიაში კონკრეტულს არ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ არ ვთვლი საჭირო საერთოდ რომ პერსონალურად მაგ ადამიანს რამე ყურადღება მივაქციო. ვიწევ აქ და რა ვიცი ნებისმიერ კითხვაზე საჯაროდ ყველამ რომ დაინახოს და მოისმინოს პირდაპირ ეთერში ვისაუბროთ. მე არავის არ ვემალები, ქუჩაში დავდივარ თავისუფლად ზოგიერთებისგან განსხვავებით და რა ვიცი. ხო, ბუნებრივია, ეს არის შენი პასუხი იმ აბსურდულ ბრალდებაზე, რასაც ქართული ოცნების პრემიერი საბოლოო სიტყვაში საკმარისად ვისაუბრე გარკვეულ საკითხებზე, რომელიც
პოტენციურად შესაძლო იქნებოდა რომ დისკრედიტაციისთვის გამოეყენებინათ, ამიტომ სანამ ვინმე რამეს იტყოდა ამაზე მე თვითონ მათ შორის ყველა ადამიანი ვინც მიცნობს, ვისთან 1 საათით მაინც მშდარ ვარ და ვთვლი რომ იმ ადამიანს ჩემს მიმართ კეთილგანწყობა აქვს და ვატყობ რომ ნდობა უყალიბდება ჩემს მიმართ, მე მან ჩემს შესახებ ყველაფერი იცის ნებისმიერ ადამიანმა შესაბამისად რამდენიც არ უნდა ეცადონ ძალიან გაუჭირდებათ ისეთი რაღაცის თქმა, რაც ისედაც ყველა ბუნებრივია რომ დისკრედიტაცია დაიწყეს იმით რომ ამაზე ლაპარაკობდით იყო ვერსია რომ აი თუ გაგვიშვეს მე ვიძახდი რომ აი შეიძლება გაგვიშვან მაგრამ მე აი როგორც თქვათ გააკეთეს საბას შემთხვევაში და როგორც გააკეთეს გიორგის შემთხვევაში, როგორც გააკეთეს მათეს შემთხვევაში დაიწყებოდა დისკრედიტაციის კამპანია, რომ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება მოეხდინათ გარკვეული ნეგატიური, ასე ვთქვათ, კონტექსტით. ნუ არ ვიცი ეს უკვე ყველა საქმეა ვინ როგორ ას დაიჯერებს და მე ვეპატიჟები ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ჩემთან საუბარი უნდა, თუნდაც ჩემ ოპონენტს, რაზეც უნდა დილამდე შემიძლია ველაპარაკო. გავცე პასუხები ყველა. კი ბატონო, თუმცა ამავე დროს არაერთი მე სხვათა შორის მიხედავს რომ შენი საიქიმო საქმიანობიდან გამომდინარე გიცნობ, მაშინ როდესაც წლების წინ შენ მოგიწია, ასე ვთქვათ, მე მომიწია შენთან ჩემი შვილის მოყვანა, ამ ბრძოლის პირობებში, მას შემდგომ რაც შენ დაგაკავეს, არაერთი ისტორია გავიგე ისეთი, რომელიც მანამდე ჩემთვის უცნობი იყო, გადარჩენილ მათ შორის ბავშვებთან და განსაკუთრებით უფრო უმრავლესად ბავშვებთან დაკავშირებით. მოდი მაშინ ამ კითხვას დავსვავ ჯერ რადგან ბავშვებს შევეხეთ. როგორი იყო შენი და შენი შვილის შეხვედრა? ხო, ჩემი და ჩემი შვილის შეხვედრა ისე არის რაღაც უცნაური დამოკიდებული და ურთიერთობა აქვს რა. თან უნდა ხოლმე რომ აი ზედ გადამიეროს და შემომახტეს და თან ის რაღაცა რიდის მომენტი აქვს და თან ისიც უნდოდა რომ ენახებინა მე მგონი ჩვენთვის რომ ესე გაუძლო ვაშკაცურად და არ ნერვიულობდა და ცოტა ესეთ იმას ნეიტრალურ იმასთან, მაგრამ უხარი ხ თვალებში ეწყობა ისეთი ცეცხლითია, თან იმხელა არის წყალბურთელია და დამაჯდა პატარა გონია ისევ თავი და მეთი არ დამახრჩო. არ ვიცი ეს დღეებია რა ვიცი გვერდიდან არ მშორდება რა როცა ქოვითარი დასასვენებლად არის წასული ჩამოვიდა ეგრევე ჩემს სანახავად იმავე დღეს რომ გამომიშვეს და ეხლა მე ვაპირებ რამოდენიმე დღე მე ავიდე იქ და ხო ალბათ ბევრი გვექნება სალაპარაკო თუ მოვახერხებთ ისე არა მაინც ცოტა როგორ გითხრათ ცდილობს რომ ემოციები გარეთ არ გამოიტანოს ალბათ იმას ფიქრობს რომ ჩვენ არ გვანერვიულოს იმით რომ თვითონ როგორი ნანერვიულებია ახლა დარწმუნებული ვარ სტრესი მიიღო უბრალოდ ისეთი შეგნების ბავშვია რომ ცდილობს რომ ჩვენ გვაჩვენოს რომ აი არაფერი კარგად გაუძლო ამ ყველაფერს და გადაიტანა რაღაც აი მაგ როშია ახლა ძალიან საყვარელი ბიჭია კი, ნამდვილად დავუბრუნდეთ ახლა უკვე ასე ვთქვათ საქმეს ბრალს, რომელიც ჩვენ ქონდა წარდგენილი. და იმ დარღვევებს, რომელზეც შენ დაკავების პირველივე დღიდან მიუთითებდი. რას გედავებოდნენ? მიუხედავად რომ მე მქონდა გადაცემა ლაშასთან, შენს ადვოკატთან ერთად უშუალოდ და განვიხილეთ ის სამართლებრივი ნიუანსები საქმეში. ეხლა მინდა შენი გადასახედიდან რომ მოუყვე ჩვენს მაყურებელს, რას გედავებოდნენ და რატომ იყო ეს? ხო, მე მინდა რომ დავშალოთ ცოტა ეს საქმე და პროცესი, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ დასკვნით ეტაპზე და ესე ვთქვათ დამაგვირგვინებელ ეტაპზე გამოვიდა ესეთი გადაწყვეტილება, რომელიც იყო სამართლიანი, თავიდან როგორც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, შესაბამისად საბოლოო დამდგარი შედეგის მიხედვით კონკრეტული ადამიანები ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე იმანიპულირონ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში უნდა კეთდებოდეს. და მოდი ამაში ვეთანხმები, რა თქმა უნდა. ოღონდ ეს არის ნახევრად სიმართლე და ფაქტის გამრუდება, უბრალოდ ფაქტის იმ კუთხით წარმოჩენა, რომლიდანაც კარგად ჩანს და აი რომელი მხარეც არც ისე კარგად უჩანს ამ საქმეს. იმაზე ვილაპარაკ. პირველ რიგში ასევე პერსონებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ იყო ესეთი კომენტარი, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტიო, რომელიც საკმარისია ბრალის წარსად გენათო და მე არსებობსო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი რომელიც სჭირდება კი ნამდვილად რომელიც საჭიროა განაჩენის დასაყენებლად. ეხლა რაც შეეხება დასაბუთებულ ვარაუდს და მათ შორის ბრალის წაყენების სტანდარტებს, მათ შორის ბრალის წაყენების სტანდარტებიც გაწერილი არის საპროცესო კოდექსში, სადაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სულ ცოტა რა ვიცი თავმოყარე პროკურორს ან გამომძიებელს უნდა წარედგინა სასამართლოში ის რომ ეს რაც შევიძინებისგან შევიძინე როგორ მოვიპოვე კამერებს რო თავი დავანებოთ აი დასაბუთებული ვარაუდის დონეზეც რო იყოს ანუ რაღაცა უბრალოდ რაღაცა ნივთებს აფრიალებდნენ რომელსაც იძახდნენ რომ ჩემ ჯიბეში იდო
და არ იყო იქ მათ შორის მე მგონი ნანუკა ქაჯაიას ქონდა კითხვა პროკურორთან თვეების წინ რომ შეძენას რითი უდასტურებთო და არც შეძენის ფაქტი იყო არანაირი ფაქტი არ იყო საერთოდ და ბრალის ფორმულირებას რომ და ჩავხედოთ რის მიხედვით როგორ უნდა აეწყოს ბრალი რომელსაც მოვა და გამოძიებელი გაგაცნობს უკვე მაქედან ჰქონდათ პრობლემა მაგ საქმეში რაც შეეხება უკვე შემდეგი აღკვეთის ღონისძიება ხო აღკვეთის ღონისძიებაზე ხო სანამ აღკვეთზე გადავალთ ნახე პირველი რომ შენ აღნიშნე ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი რომ საქმეში არ ქონდათ არანაირი მტკიცებულება ვისგან მოხდა შეძენა სად მოხდა რეგულარულად ხდებოდა თუ პირველი შემთხვევიდან გამოსაწოვი სტანდარტი ასევე როდესაც შენ დაგაკავეს დაკავების დროს მნიშვნელოვანი იყო რომ გადაიღოთ ეს ჩხრეკის მომენტი ვიდეოკლიპზე და ასევე მყოლოდათ ნეიტრალური მოწმეები აი უბრალოდ ქუჩაში გამლელი მანქანა გაეჩერებინათ გადმოეყვანათ ადამიანი და დაესწროთ ამ ჩხრეკაზე. ამასაც არ ქონდა ხო ადგილი ამ შემთხვევაში? მცდელობასაც კი არ ქონდა, მე გამიკვირდა კიდეც არ ვიცი, ძალიან ბევრი მუხლი არის, რომელიც შეიძლება პირდაპირ ესე არ იწევს რომ გადაიღო, მაგრამ სულისკვეთებით და შინაარსით ამ საკითხის ირგვლივ ტრიალებს, ესე ვთქვათ, გადაზღვეული არის ფურცელზე, გადაზღვეული არის სხვადასხვა ესე ვთქვათ ძალოვანი სტრუქტურის სხვადასხვა თანამშრომლის მხრიდან პოტენციურად შესაძლო გადაცნომის, ესე ვთქვათ, დამზღვევი მექანიზმები დევს საპროცესო კოდექსში მათ შორის რა. და მარტო ერთი ის არ არის, მაგრამ ერთ-ერთი მუხლია რომელიც გარკვევით იძახის, რომ ეს ჩხრეკა უნდა იყოს ჩატარებული ვიდეო გადაღების ფონზე და მათ შორის ეს ვიდეო გადაღება უნდა იყოს უწყვეტი და არ უნდა ტოვებდეს არანაირ ეჭვის საფუძველს, რომ შეიძლება აქ რაღაცა სხვა ამბავი ხდებოდეს. აი მათ შორის აი რო ავიღოთ რომ ადამიანი აი კადრი რო იყოს მაგალითად ესეთი რომ ადამიანს გადაღებას იწყებენ მე რო ვიღაც პოლიციელი მოდის ჯიბეში ხელს უყობს და იქიდან რაღაცას იღებს ესეთი კადრიც კი უკვე თავისთავად როგორ მოხვდნენ ის პოლიციელები ამ ადამიანთან ამ ჩხრეკის დაწყებამდე ხო არ ხდებოდა რაღაც მანამდე ანუ ესეთი ვიდეოც კი ვერ დააკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელსაც საპროცესო კოდექსი ითხოვს. აი ვიდეოზე გამახსენდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც წინაპირას მოხდა ასევე ჯანუარ ჩაიას და გური მირცხულავა საქმესთან დაკავშირებით, როდესაც დაცვის მხარემ წარადგინა მტკიცებულება და ვიდეოც კი რამდენიმე წამიანი ვიდეოც, რომელიც ვითომ მტკიცებულებად მიაჩნიათ ამ საქმეში, აღმოჩნდა, რომ არის დამონტაჟებული ვიდეო, ხო? შენ შემთხვევაში დამონტაჟებული ვიდეოც არ ქონდა. დამონტაჟებულიც არ ქონდა, ხო? ანუ აი მე რო ყოფილიყავი მათ ადგილზე სიტყვაზე ღმერთმა დამიფაროს, რომ ეგეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომ ვინმე ესე გავწირო. მაგრამ მე რომ მაგათ ადგილზე ყოფილიყავი, სულ ცოტა იმ მომენტიდან რომ პატრულის მანქანიდან რომ წამომაყენეს და უკვე რომ გაუშვეს ეს პატრული და აღარავინ აღარ იყო და ჩვენ ვიყავით იქ მარტო დარჩენილი, ამოიღოთ კი ახლა შეჭირა ეს ტელეფონი და ჩაერთო ვიდეო და ეჭირა, ანუ იმიტომ რომ ყველა აცხადებდა რომ იქ არ ქონდათ ტექნიკური შესაძლებლობა ეს დაწერეს ოქმებში, თორემ მე სიტყვით თქვეს რომ ქონდაო. ანუ ოქმში ჩხრეკის ოქმში უწერიათ რომ ფიზიკური და ტექნიკური რესურსის არარსებობის გამო ვერ გავაკეთეთ გადაღებაო და მე რომ მოვიდნენ ჩვენებები რომ მოგვცეს მე ვიფიქრე რომ იწყოდნენ რომ აი დაგვრჩა ტელეფონი უცებ გავვარდით რა ვიცი და დაგვრჩა ამ სიჩქარეში ტელეფონი ან ვიღაც იყო და მანქანაში ეგდო ან რაღაც მოკლედ ხელში არ მეჭირავდა არა ესე პირველივე ზირაქაშვილიდან დაწყებული ბოლომოწმით ნავთრობილი ყველამ გარკვევით თქვა რომ ტელეფონები ქონათ კამერები მუშაობდა და ერთადერთი იმით ამართლებდნენ, ანუ იმით ერგებოდნენ, ესე ვთქვათ, საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, ცდილობდნენ მორგებას, რომ გაინაწილეს როლები, დაიკავეს ხელები, ანუ ზოგი ოქმს წერდა, ზოგი რაღაცა ბავშვს ხაპარს უკითხავდა და ზოგი რაღაც რომანტიკულ სანთლებს ანთებდა და ხელი აღარ დარჩათ, რომ რომელიმეს კამერა ჩაერთო. რაც ნუ ობიექტურად მაგრამ რეალურად არ მოხდა გადაღება შეგნებულად, იმიტომ რომ იქ შენს ჯიბეში თუ შენს ნივთებში ნამდვილად არ იყო. მორიგი გარღვევა, რომელზეც ადვოკატი ბოდიში რო ვიკითხე ესე ნეტა ეს მაინც რატო არ ქნესო იქო შენი ის იქნებოდაო ლაპარაკიცო ჩაწერილიო სადაც იძახი რომ რატო ჩამიდეთო და ნუ ეხა ეგრე შეიძლება ყველამ თქვას რატო ჩამიდეთო კამერაში მაგრამ ვერ ვხსნით თუნდაც დაბალი ხარისხი აი რაღაცა მტკიცებულება მაინც ვიდეო როგორ არ შექმნეს. იმიტომ რომ ჩვეულებრივ ყველანაირი პირობები ჰქონდათ მაგისი. ხო, მე მაქვს ჩემი მოსაზრება, უბრალოდ ძალიან ფორსირებულად გადაწყვიტეს ესე შერჩევითი დაჭერები და საქმეები არც მოამზადეს, იმიტომ რომ გარანტია ჰქონდათ მაღალი ალბათობით, რომ სასამართლოში დნმ-ის გადატანა გაუჭირდება. მეორე მიზეზი არის ის, რომ უწყვეტი კადრი რო გადაეღოთ რაღაც საიდუმლოს ახლა არ გავამხელო, რომ მათ არ გაუმარტივო ხოლმე ესეთი რაღაც საქმეების შეკერვა უბრალოდ არ იციან და მაშინ ბიოლოგიის და ბიოქიმიის სწავლა მოუწევთ და ცოტა გაუჭირდებათ ეგ. ვერ მოახერხებდნენ
ჩემი სხეულიდან მოპარული დნმ-ის ნიმუშის გაყალბებას. ხო, მორიგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა რაც იყო და რადგან შენი ადვოკატი და შენს პროცესებზე მიუთითებდი, იყო ის, რომ შენ უნებართოდ შენგან მოახდინეს აღება შენი დნმ-ის და დატანა მერე იქით, ხომ? ეს შემომასაღეს, ესე ვთქვათ, ჩხრეკის პროცესის ნაწილად და ნუ პრინციპში ლოგიკურიც არის, რომ ადამიანმა პირის ზღური შეგიმოწმოს, შიგნით რამეს ხომ არ მალაო. ოღონდ პირის ზღურის შემოწმებასაც ხო რაღაცა ლოგიკური ფორმა აქვს, ეხლა რომ ჩაგიყობს თითებს და ესე რომ ენის ძირში ესე უსმევს, ეგ უკვე აღარ არის ჩხრეკა, ნიშნავს რომ ან იღებს, ან რაღაცას გისმევს იქ, ანუ ენის ძირი არის ისეთი ადგილი, პირველი ფიქრი რაც მქონდა ისიც არ მიფიქრია რომ დნმ-ს პარავდნენ. მეთქი ეხლა თითზე რამე ნარკოტიკი ხო არ ქონა და ენის ძირში არის ძალიან დიდარი სიზარღვოვანი ქსელი და იქ რო რაღაც ნივთიერებას დაიტან ძალიან მალე ხდება სისხლში და მე შეგიძლია რომ ის ნარკოტესტითაც ამოაგდო. და მეგონა მაგას ხო არ აკეთებენ თქო, იმიტომ რომ ჯერ აი ეს ლაპარაკი მიდის როგორ იცი რომ ნიკასაც იგივე ელაპარაკებოდნენ, მაინც გადაგამოწმებთ ეხლა უცებ ნარკოლოგიურში და გაგიშვებთ და ეს რაღაცა აი ესეთი ესე ვთქვათ ბოლის დაყენება რა და მაგ ეგ სიტყვა რომ მომხვდა და ამასობაში ამას აკეთებენ, მე მეგონა ის არის თქო რა რაღაცა ნარკოტიკს მისმევენ თქო და უთხარი კიდევაც რა ნარკოტიკს ხო არ მისმევ თქო ეხლა შენ მექო და გაეცინა რა. მე გემოც ვერ ვიგზენი ხა სიმწარე არ ქონა არაფერი არ ქონა ქიმიური ნივთიერება ყველა ქიმიური მეტნაკლებად ალბათ 99% შემთხვევებში ყველა ქიმიურ ნივთიერებას თავის გემო აქვს რაღაცნაირი ან წარე ან ჟავე ან ტკბილია რა ვიცი შაქარი მარილი ასე შემდეგ ასევე არის ნარკოტიკული საშუალებასაც რაღაც თავის გემო ხო უნდა ქონოდა და რომ ნახე რომ ენის ძირში უბრალოდ ნეიტრალური ხელის ესე ვთქვათ მოსმა იყო და იქ არანაირი დამატებითი ქიმიური ნივთიერების შეგრძნება არ გაჩნდა მე უკვე გადაერთვა ადამიანს აზრი რომ რას აკეთებენ და იმად მივხვდი რომ დნმ-ს პარავდა და უთხარი კიდევაც მაგრამ უკვე წაღებული ქონდა ესე ხო მელია რომ იპარავს ხათავს ესე გააცნობს. რომელიც შენს დაკავებაში იღებდა მონაწილეობას, ფაქტობრივად სასამართლო განაჩენითაც დადასტურდა ის, რომ შენ დანაშაული ამ ნარკოტიკებთან და ის დანაშაული, რაც ბრალი ქონდა წაყენებული, არ ჩაგიდენია, ხო? ვინ იყვნენ ეს ადამიანები და როგორ ფიქრობ რა ბედიელით მათ? თუნდაც ამ პირობებში. არ ვიცი, ალბათ არანაირი ბედი არ ელით. აი შემდეგ პირობებშიც კითხვის ნიშნის ქვეშ მაქვს რამე ბედიელით თუ არა გამომდინარე იქიდან რომ ეს საქმე ხა ჩემი რაც იყო გახმაურდა ერთი რაც იყო იქ მე შემხვდნენ პატიმრები ხდებოდნენ რაც კონკრეტული გადაადგილების დროს ან ადვოკატთა რო გადავდიოდი ან რაღაცა ყოფილა რომ ესე ვთქვათ დაუმგზავრები ვარ სხვა პატიმარს და იყო გაცვლა გამოსვლა ისტორიების შერადაგემართა და დაახლოებით 3 кейსი მომიყვნენ ჩადების რომელიც არავინ არ იცის ეგ და ნუ იმ ხალხის ისტორიები არ გახმაურებულა. ამიტომ ეს პრაქტიკა ძალიან რთული აღმოსაფხრელია. ისაც აი ძალიან ცუდი რაღაცა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი აზრით ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრი პოლიციელი იქნება გასვლილი ესეთ საქციელში. რომელსაც შეიძლება არც უნდოდეს ამის კეთება და თვითონ ასულიდეს რომ ცუდად იქცევა, მაგრამ ნუ რაღაც ბრძანების საფუძველზე ამის გაკეთება უწევს. კი, მაგრამ დანაშაული შემთხვევაში და ჩვენ მე პირადად ზუსტად იმისთვის ვიბრძვი, რომ ასეთი მანკიერი პრაქტიკა მთლიანად უნდა აღიქვას. მე უბრალოდ იმის თქვა, რომ ამ პრაქტიკის აღმოფხრას შეიძლება საერთოდ კი, რა თქმა უნდა, დანაშაული რო დაისჯება და პრეცედენტი იქნება, ეს გარკვეულ პრევენციას გაუკეთებს იმას, რომ თქვა სხვას აღარ ჩაუდონ. მაგრამ ეს იმ დონეზე თუ არ დარეგულირდა, რომ უბრალოდ შინაარსი დაკარგა ამ ქცევამ, აი იგივე მაგალითად, ეხლა საპროცესო კოდექსის მოთხოვნებში, ხო, იქ წერია იქ არის დატოვებული ერთი ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, შავი ხვრელი ამ გადაზღვევასთან დაკავშირებითაც ვიდეო გადაღებაზე რაც არის ლაპარაკი. და მგონია რომ ეგ მუხლი ჩემი ეს არის ჩასასწორებელი სრულად რომ აღმოფხრათ ის რისკი რომ თუნდაც რომელიმე პოლიციელს მოუწიოს უკანონო ბრძანების შესრულება და აი ამ დანაშაულში გაეხვეს ან გახვიოს თავის უფროსმა ხო ვიცი რაღაც შანტაჟის ფონზე სამსახურის დაკარგვის მუქარით და ასე შემდეგ აკეთება არ ამგონია რომ ვიღაც თავისი პირადი мотиваციით ენთუზიაზმით გარბოდეს და ვიღაცას ნარკოტიკს ჯიბეში უდევდეს ვიღაცა კონკრეტული ინტერესის გამო რომ გაწიროს ვიღაცა ადამიანი თავის ესე ვთქვათ, დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციელებს ამას ავალებს და იმათაც ნუ სხვა გზა არ აქვს და აკეთებენ. არა, სხვა გზა ყოველთვის არის. ხო, სხვა გზა ყოველთვის არის. მე ქართული რეალობიდან ამოვდივარ, თორე სხვა გზა ყოველთვის არის, რა თქმა უნდა, შეგიძლია დაიხურო ხუდი და წამოხვიდე იქიდან. მოდი აი ყველაზე ქოცურად რომ იმსჯელოთ. აი ეგეთი რაღაცა. ხო და რისი თქმა მინდა რომ აი რაღაც სიტყვაზე 500 პოლიციელი რო ყავს სისტემაში და პოტენციურად ვთქვათ იქიდან
მეტნაკლებად სტატისტიკა რო გავაკეთოთ, ბევრი შეიძლება ამა თუ იმ სხვადასხვა კანონდარღვევაში იყოს გასვლილი, რთულია რომ 500 კაცი უცებ ადგე და ერთი ხელის გაწკაპუნებით გამოცვალო. უბრალოდ იმ ადამიანებს არ უნდა აძლევდნენ ესეთ ბრძანებებს. მეტნაკლებად ემორჩილებიან ცუცას და კარგსაც. კი, როგორ უნდა მოხდეს ამის დარეგულირება, აღმოფხრა, ამაზე გვაქვს ჩვენ ნაფიქრი, არაერთხელ და ამას აუცილებლად მივახცევთ. თავარია ჯერ ის გარდატეხვას მივახციოთ, რომელიც მე მგონია რომ დაწყებულია, ხო და ეს პროცესები ყველაფერი ამას აჩვენებს. გიორგი, შენ უსამართლო, სასამართლო და სხვათა შორის ეს გადაცემა ზუსტად იმიტომ შეიქმნა, რომ რეჟიმის პატიმრების და სასამართლოში მიმდინარე ბოლო პერიოდში მიმდინარე ამბები უფრო მეტად მიგვეტანა ადამიანებამდე, ხომ? უსამართლო, სასამართლო გამოსცადე პროცესების ფარგლებში და მათ შორის აღკვეთი ღონისძიების ფარგლებში, როდესაც შენ სამართლია, რომელზეც შემიძლია თქვა, რომ უბრალოდ გადაუარეს ჩემ უფლებებს. კი, როდესაც შენ ამდენი თვე მოგიწია სრულად უსაფუძვლოდ პატიმრობაში გატარება, ხო? ამიტომ შენი თვალით თავზე გაქვს გამოცდილი. რა არის შენთვის სასამართლო და რამდენად მნიშვნელოვანია ეს? სასამართლო, ხო. ნახეთ, როგორი რაღაცა იყო. სანამ სასამართლოს სანამ შეხება მექნებოდა, ზოგადად სასამართლო რო ხელისუფლების შტო იყო და მნიშვნელოვანი და რაღაცა ესე სიტყვების და ლოზუნგების დონეზე ვიცოდი. პირველი შეხებები იყო, სხვათა შორის მაშინ ჯერ არ იყო ესეთი, ასე ვთქვათ, რაზგონაკრეფილი ეს სისტემა და რაღაცა ეთყობა ითვალისწინებდა გარკვეულ რაღაცეებს. იყო შემთხვევა, რომ მაგალითად 2017 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუგე პროცესი ადვოკატის გარეშე იმაზე რა ქვია იგივე ის იყო ვიდეო მტკიცებულება არ ქონდათ და მოსამართლემ არც კი მიიღო განხილვაში ფაქტიურად საქმე, ანუ როგორ ვიხარ, პირველივე პროცესი იყო, მოვითხოვე ვიდეო მტკიცებულება და მეორე პროცესი რომ შევკრებილიყავით, დამირეკეს სასამართლოდან და მითხრეს, რომ ანუ მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმე დაიხო, ანუ საქმე ეს ადმინისტრაციული საქმე აღარ ვიღებ, ხო, ადმინისტრაციულ სამართალს არ არის სისხლის სამართლის მუხს მედავებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ანუ სუსინების დაზიანება იყო 1-დან 3 წლამდე იყო თუ არ ვცდები, ისა რა ქვია, პატიმრობა ესე ვთქვათ რა. და ნუ იყო ესეთი პრაქტიკაც და როგორი რაღაცა რომ გამოვცადე ჩემზე ისეთ პერიოდში მომიწია რომ რაღაც მომენტში გარკვეულ წესებს ექვემდებარებოდა გადაწყვეტილებები და მათ შორის იცავდნენ საპროცესო კოდექსის მოთხოვნებსაც და სხვადასხვა იურიდიულ ნიუანსებსაც ხმა რაღაცებში იმ რაღაცებში დიახ არ ვიყო ის 2017 წელი ისეთი პერიოდი იყო როდესაც ხდებოდა ხელისუფლების ცვლილების შემდგომ მაგალითად მეც როგორც ადვოკატ შემიძლია ვთქვა რომ გაცილებით თავისუფალი იყო სასამართლო და რეალურად ადვოკატებს ჰქონდა იმის შესაძლებლობები რომ პრეცედენტები გამოგვეტანა ასე თქვა და დაგვემკვიდრებინა მაგრამ მას მერე რაც ეს გავლენიანი ჯგუფი დაალაგდა ქართულ ოცნებასთან უკვე რადიკალურად მას მე საჭირო გახდა უბრალოდ რა ჩანჭიკების მოჭერა, მაშინ უბრალოდ არ იყო ეს ამის, როგორ გითხრათ, გეგმაში ეგ არ იყო ჯერ უბრალოდ არც ჭირდებოდათ. მას მე რაც გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ეგრე ვთქვათ, კედელს ეხეთქებიან თავით, როგორც ბატონი ბიძინი ამბობს. გაჩნდა საჭიროება, რომ ამ ადამიანებს რაღაცნაირად ამ ადამიანების ქცევა გაეკონტროლებინათ, მათ შორის შიში დაეთესათ, რაღაცა უმოქმედობისკენ წაექეზებინათ ბევრი და ასე შემდეგ რა. რომ შიშის ფაქტორი გაჩენილიყო. აი უკვე შემდეგ ეს ალბათ ბოლო ალბათ 3-4 წელია, ცარიელ ფურცლებზე ჯარიმების წერა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ მანდ უკვე ჩანს რომ პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეებში, ან რამე ინტერესის მქონე, თუ რაღაც მაღალ ჩინოსნის ინტერესი იქნება თუ ასე შემდეგ, ასეთი ინტერესის მქონე საქმეებში ну, არ ვიცი, ძალიან გული მწყდება რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ მოსამართლეები ექცევიან კონკრეტული გავლენების ქვეშ, რაც უბრალოდ ისეთ სიტყვას ვიძახი, რომ მიწავნას კდებოდეს, მეხი გვეცემოდეს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სასამართლოში რომ მივდივარ, მართლა ეხაც ის შეგრძნება მქონდა, ხო, მივდიოდი და ჩხუბი მიწევდა და უფლებებს თავზე მახევდნენ და რა ვიცი, კითხვის დასმის საშუალებას არ მაძლევდა პროკურორი და სულ შუამდგომლობებით იყო და სულ რეალურად თანასწორობა და შეჯიბრებითობის არანაირი საშუალება არ მომეცა, ის რაც დამოკიდებული იყო სისტემაზე. ანუ მას რომ უნდა მოეცა უფლება განჩინების სახით იქნებოდა თუ რაღაც ინფორმაციის მოპოვების სახით საგამოძიებო პროცესში, ესე ვთქვათ, იქ საერთოდ არანაირ თანასწორობაზე შეჯიბრებითობაზე ლაპარაკი ზედმეტი ან 0 იყო ჩემი უფლებები იქ. და აკვეთ ღონისძიებაში დაუბრუნდეთ. იყო თუ არა შენი გადასახედიდან რაიმე საფუძველი იმისა, რომ გარდა იმისა, რომ შენ თავიდანვე უდანაშაულოდ მიგაჩნდა თავი და ასეც დადასტურდა და მეც ეჭვი არ მეპარებოდა ამაში და ბევრ ადამიანს აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში, როცა შენ წინასწარი პატიმრობა შეგიფარდეს, მით უმეტეს დედის ფაქტორის გათვალისწინებით და მე ვიცით როგორც განვითარდა ამ კუთხით მოვლენები. ასევე მოვიშველიებ ერთ-ერთ მუხლს, რომელიც გვაქვს გაწერილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ახლა ეს ნომრები არ მახსოვს, ჩემ როებში მაქვს ამოწერილი. იქ
მოკლედ აღკვეთის ღონისძიების შესახებ არის განმარტებული როგორ უნდა მიუდგეს სასამართლო და მათ შორის პროკურორიც როცა ითხოვს აღკვეთის ღონისძიებას და მათ შორის მოსამართლეც როცა პროკურორის მოთხოვნას აკმაყოფილებს რა ფაქტორები უნდა იქნეს გათვალისწინებული რომელშიც ჩამოთვლილი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოჯახური მდგომარეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იქ წერია რომ რაც კი შეიძლება უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული ну მე არის სამი რაღაც წესი რომლის მიხედვითაც განისაზღვრება არის თუ არა საჭირო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ну ეს არის რაღაც მოწმეებზე ზემოქმედება დანაშაულის განმორებით ჩადენის საფრთხე და მიმალვის საფრთხე ხო აი მე ვერ ვხვდები მათ შორის მიმალვის საფრთხეც ძალიან უცნაურია რატო არის ჯერ კიდევ კოდექსში 21 საუკუნეში როცა ადამიანი შეგვიძლია რა მივაბათ რაღაცა სენსორი რომელთაც პლანეტაზე და კოსმოსში სად არის ის ვნახოთ და ვერცად ვერ მიგვემალება ერთი თუმცა შენი მხრიდან იყო ის რომ შენ შინაპატიმრობაში იქნებოდი და საერთოდ არ გაცელი არის ჩამონათვალი აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიული სახეების რისი არჩევანი შეუძლია მათ შორის მოსამართლემ შეიძლება ფანტაზია მოიხმოს და თუ რამე მოუვა ფანტაზიაში ინდივიდუალურად მოგიდგეს და შენ კონკრეტულად რის საფუძველზე შეძლებს შენს მიმართა პროკურორის მიერ დაყენებული საფრთხეების განეიტრალებას ნებისმიერი რაღაც მოგისაჯოს არ ვიცი აი დილით რო გაიღვიძებ 100 კინკილით 5 წუთი იხტუნავე აი მართლა ამ დონეზეც კი აქვს უფლება ესე ვთქვათ კანონით მიცემული მოსამართლეს და რეალურად იცვლებოდა ერთი რამ ვიჯდებოდი გლდანში ოთახში ჩაკეტილი თუ ვიჯდებოდი საბურთალოზე ოთახში ჩაკეტილი აი ამ დონის ესე ვთქვათ სამართლებრივი შეთავაზება იყო და პლუს ზემოდან ამას გირაო ნებისმიერი რაოდენობის გირაოზეც თანახმავ ვიყავი უბრალოდ ისე შევთხა მილიონს ვერ გადავიხდიდი რა თქმა უნდა მაგრამ საღიაზრის დონეზე მათ შორის რა ვიცი ჩემი უძრავი ქონება რაც იყო და ასე შემდეგ ნებისმიერი რაღაცის გარანტიაში ჩადება ასე ვთქვათ შევთავაზე ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდათ რომ აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო პატიმრობა უბრალოდ ეს პირდაპირ დავალება იყო რომ აღკვეთის ღონისძიება უნდა ყოფილიყო პატიმრობა. კი და ასე ხდება ყველა რეჟიმის პატიმართან დაკავშირებით, ყველა იმ უდანაშაულო პირთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ედავებიან რაღაცებს მტკიცებულებების ქონის გარეშე. ამაღლობელთან დაკავშირებით მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, მზია ამაღლობას ხელში ეჭირა წიგნი როგორ დავამარცხოთ დიქტატორი და იქ მარიარეს აღწერს მის ურთიერთობას მათ შორის ხელისუფლებასთან, პოლიციასთან და რო იჭერდნენ და ასე შემდეგ. ჩემდა გასაოცრად გაცილებით კონსოლიდირებული და ძლიერი დიქტატურის პირობები, რომელიც იყო ფილიპინებში დუტერტესთან, დუტერტეც კი არ კადრულობდა, რომ იმითი რა ვქე, გირაოთი, ანუ მოკლედ საპატიმროში დაეტოვებინა მარიარეს, ანუ ბოლოს ერთი დაჭერა კი დაიჭირა, მაგრამ დაახლოებით თუ სწორად მახსოვს 2 თუ 3 დაჭერა იყო სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიება გირაო შეუფარდეს და მათ შორის ქვეყანას გადიოდა მაგ მომენტებში თვალს და უკანას ბრუნდებოდა. აი თან მან მნიშვნელოვანია, როცა აღწერს დაკავების შესაძლებლობებს აეროპორტში დახვედრებს და ასე შემდგომ ხო, როდესაც აღწერს ამას, არავინ იქ ხერბოლკილები, შეფურთხება და ისეთი რაღაც არაადამიანური მოპყრობა ფილიპინებშიც კი არ მგონია რომ ხელი დაეფარებინა, ეხლა მარიარისას ვინმეზე იქ ისეთი გამოძიებები აქვს ნატარები და ისეთი კვლევები აქვს ჩატარებული და საოცრებები აქვს ნაკეთები მაგ ხალხს, რა ვიცი, ეგ წიგნი სერიოზულად შესასწავლი გვაქვს, იმიტომ რომ შიგნით ძალიან ბევრი ინსტრუქციაა ჩვენთვის რა, მაგას ვიძახით ციხიდანაც და ეხაც ესე ვიძახით ყველა ხელში ნუ გვიჭირავს შიგნით რა წერია ის. ისე ხაზგასასმელია რომ კლუნების ასე ვთქვათ უფლებადაცვითი ორგანიზაცია ჩართულია, იყო ჩართული მარიარესას შემთხვევაში და ჩართული არის მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც. თუმცა აქ რეჟიმი ცდილობს, ანუ მოდი ვთქვათ ისიც რა მე პირადად მგონია როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რომ რეჟიმი ხვდება, რომ ყველაზე მტკივნეული მისთვის საკითხი ლეგიტიმაციის გარდა სწორედ არის რეჟიმის პატიმრები, ხო? ეს უკანონო დაკავებები, რომელზეც საზოგადოების რეაგირება იყო ადეკვატური, ხო? იმიტომ რომ საზოგადოება მეს არ მიიღო და არც მიიღებდა, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება არ არის ამ ბრუტალური და უსამართლო რაღაცა მოვლენების შემგუებელი საზოგადოება. ეხლა უნდა აქედან გამოსვლა. ეხლა უნდა აქედან გამოსვლა, ოღონდ უნდა ისე რომ თან არ გამოჩნდეს ერთი წინასაარჩევნო ვაჭრობას თემას შეიძლება გაუშვას, რასაც ჩვენ შემთხვევაში პროდასავლური იმ 8 პარტიას გულისხმობ გამორიცხულია და ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს და უკვე ფაქტობრივად გავიდა კიდევაც ვადა, როცა რეგისტრაცია უნდა განხორციელებული იყო ამ ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და მეორეს მხრივ არ უნდა რომ აი ეს ძალაუფლების უკან დახევა აჩვენოს და სისუსტე აჩვენოს რა, მაგრამ შენ შემთხვევაში და ყველა იგივე მუხლის წარდგენილ პატიმრების შემთხვევაში ანუ ლავირების შესაძლებლობაც არ ქონდა ხო რეჟიმს. და საინტერესო რაღაცა თქვა სხვათა შორის ქართული ოცნების პრემიერმა გარდა იმასთან დაკავშირებით, რომელიც
ომს რომ საკუთარ ქვეყანას აბრალებს და ეს პირდაპირ მოღალატეობრივია შენ რო რაღაცა ნარკოტიკებთან დაკავშირებით გაბრალებს ერთი ნიშანდობლივი რამე თქვა ამავე ინტერვიუში რომ ესე იგი აქო ვიდეო არ იყო ვიდეო არ არის არც ერთ იგივე მუხლის ბრალებთან დაკავშირებით წარდგენილ საქმეებში ხო მე მოუწოდებ რა ვიცი მოსამართლეებს მოусმინონ ქართული ოცნების პრემიერს, მან კონკრეტული მითითება მიცა მათ, რომ 260 მუხლიან საქმეებში, სადაც არ არის ვიდეოები, ყველგან უნდა დადგეს გამომართლებელი განაჩენი. ესე ვთქვათ. ხო. კი, ნამდვილად მტკიცებულებები არ არის, მე ხო ვესწრები, ხა ნიკუშა კაცია საქმეს ვიცნობ კიდევაც, ხო, ვიცნობ კიდევაც სხვა პროცესებზე პერიოდულად ვესწრები და ყველა პროცესი, სადაც ვარ დასწრებული, მტკიცებულებები აშკარად ობიექტური მოცემულობის პირობებში შეუძლებელია თუნდაც წინაპატიმრობაში ამ ადამიანების ყოფნა, ხო? ამიტომაც დახურეს ალბათ მედია, აღარ მისცეს სტომა სასამართლოებზე, რომ ხალხი კიდევ უფრო მეტად რეაგირებდა იმაზე, რასაც ხედავდა. ხო, უცნაური იყო ჩემთვის ალბათ, მაგრამ როგორც ჩანს რეაგირებებს აკეთებენ რაღაც კონკრეტული კვლევების შემდეგ. ძალიან დააგვიანდა სასამართლოს დაკეტვა, იმიტომ რომ რეალურად ალბათ სათქმელი რაც ჰქონდა იმის 90%-ის თქმა მოვასწარით, იმის ჩვენება, რის ჩვენებაც გვინდოდა ვაჩვენეთ. და როგორც ჩანს რომ გაზომეს მე საზოგადოებრივი აზრი ნახეს რომ თავის ამორჩევრებშიც კი უბრალოდ არ სამართლობის პროპაგანდა არ გამოდის ან ვერაზოს ადამიანს ვინც აღაზრზია ვერ დააჯერებ ვერანაირი პროპაგანდით რომ უსამართლობა ჯობია სამართლიანობას და როდესაც უსამართლობა ესეთი შიშველია ამის ყურება ცოტა უხერხულია მათ შორის მათი ამორჩევრებისთვისაც და ჩამოაფარის ფარდა ვარდისფერი სათვალეები გაუკეთეს და მაგრამ ეს სათვალეებიც ცოტა მე მგონი დაუწევდა კი მაგრამ ვახერხებ რომ გამოვიტანოთ გატეხილი შუშებით არის ეგ სათვალეები და ჩანს მე ვფიქრობ ყველაფერი იცის უბრალოდ საკუთარი დუმილით თუ გაუბედაობით ახანგრძლივებენ რეჟიმის ყოფნას და თუმცა გარდაულად ეს რეჟიმი დასრულდება ამ ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება გიორგი შეჯამებისას რას ეთყვის სხვა რეჟიმის პატიმრებს აი ერთი იყო ეს მოსამართლეების ეს კასკადი იყო და ნახეთ საინტერესო რაღაცაა რომ სასამართლო ბევრი რეალურად ბევრი რაღაც წესი რომელიც ფურცელზე გვიწერია გაკეთებულია იმისთვის, რომ მოქალაქის უფლებების დასაცავად იყოს უამრავი ფილტრი, რომელიც გაფილტრავს უსამართლობას და დაწყებული ოპერები და ოპერმუშაკები რომ გამომძიებელთან მიიტანენ საქმეს, ჯერ ის გამომძიებელია პირველი ფილტრი წესით. მერე შემდეგი ფილტრი პროკურორი არის, შემდეგი ფილტრი აღკვეცის ღონისძიების მოსამართლე, იმის შემდეგი მერე მტკიცებულებებს რო აფასებს და აი ამ აგ ეტაპზე, როდესაც მოსამართლეს უკვე ხელში ეჭირა გამოძიების საბოლოო მასალები, ყველა დოკუმენტაცია, წერილობითი მტკიცებულებები თუ საექსპერტო დასკვნები თუ ასე შემდეგ, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, იქ ზუსტად ის სურათი ჩანდა, რა სურათი ჩანდა, რომელ ტყეშელაშვილისთვის 6 ივლისს, კი არა, აგვისტოს. ხო, ანუ ის რომ რა ვიცი, არ ვიცი ხა სხვადასხვა უნივერსიტეტში არ სწავლობენ და სხვადასხვანაირად არ გადიან სპეციალიზაციას და არც სხვადასხვანაირ გამოცდებს აბარებენ მოსამართლეები, როცა ხდებიან მოსამართლეები და ის თუ რა ვიცი თუ ბოლოში მიხვდა მოსამართლე და მათ შორის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც ამას ამბობს რომ არასაკმარისი მტკიცებულებები იყო ის არასაკმარისი მტკიცებულებები ჩემს საქმეში იყო უკვე 25 იანვარს 25 იანვარს მინიმუმ გადასინჯვაზე არ უნდა მომხდარიყო 25 იანვარს უკვე ან 25 იანვარს უკვე მოსამართლეს საშუალება ჰქონდა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა რაც იყო ეთქვა რომ აქ მტკიცებულებები არის არასაკმარისი და ეს საქმე უნდა შეწყდეს ანუ ზუსტად იგივე არაფერი იმის მერე დაემატა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები რომელიც თავისთავად არ არის მტკიცებულების ის ხარისხი რომელიც გონებული რეჟიმის მიღმა შეიძლება გაყავდეს ესე ვთქვათ ერთობლიობა მტკიცებულებების ბატონო. რას ეტყვის სხვა რეჟიმის პატიმრებს? შენ ხარ პირველი, ასე ვთქვათ, პირველი სიხარული ჩვენთვის და გამარჯვების პირველი, ასე ვთქვათ, მერცხალი, რომელიც გარეთ ხარ ამ ბრძოლის შედეგად. 60-მდე ადამიანი 64 დაახლოებით ყავს კიდევ დასახსნელი. რას ეტყვი მათ? მათ ვეტყვი ერთს იმას, რომ პირველ რიგში ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობაზე უნდა ვთქვა, მინდა რომ უთხრა, რომ იყვნენ მხნეთ იმისათვის, რომ ადვოკატებს მათგანაც ჭირდება ზურგი, ისე როგორც ზურგი არიან ადვოკატები მათთვის და ესე ვთქვათ, მათთან ერთად იბრძოლონ. ეს მხნეობა და ეს მუხტი გადამდებია ყველასთვის და
მოკლედ ესე ვთქვათ, თვითონაც ესე ვთქვათ, ცოტა მეტი უნდა იმას აქნან, როგორ გითხრათ, წააქეზონ თავისი ადვოკატები, ესე ვთქვათ, მიცენ ზურგი და ეს რაღაცა გარკვეულ ენერგეტიკას ქმნის, რომელიც გინდა არ გინდა მოსამართლეზე მაინც მოქმედებს და ახსენდება, რომ ის იმ პროფესიის არის და დიდი შანსია, რომ უბიძგოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის. კიდე იმას ვეტყვი, რომ მიუხედავად იმისა, ეხლა რა კომბინაციას მოიფიქრებენ და როგორ დაშლიან ამ ესე ვთქვათ ამ პატიმრების და ტყვეების ერთობას, როგორ დაშლიან ვიღაცებს, გამოუშვებენ ვიღაცებს, დატოვებენ და ეს რაღაცა აჭრიან ესე ვთქვათ თავის ჭკუით სიტუაციას. რამდენი ადამიანიც არ უნდა დარჩეს საპატიმროში, ჩვენ მაგას არ ვიცვლით რა, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რაღაც კონსტიტუციური გადატრიალებაზე გაკეთებული რეაგირების გამო ადამიანების ხედან რეჟიმის ტყვეობაში. ამიტომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სახელმწიფოს და სასამართლოს მხრიდან იქნება მათი გათავისუფლება. ამიტომ მინდა რომ მათ გონებაში იყოს მხოლოდ ეს აზრი, რომ მიუხედავად იმისა, ბრძოლის რა გზის გავლა მოუწევთ საბოლოო ესე ვთქვათ განაჩენის დადგომამდე, ყველა ვარიანტში მივახცევთ იმას, რომ ყველა მათგანი იქნება თავისუფალი და ამის მინდა რომ ჯეროდეს ყველას რა. აუცილებელია და ის ერთობა, სიმძლავრის ბრძოლა დაჭირდება სხვადასხვა შემთხვევაში, სავარაუდოდ, მაგრამ მაგ ბრძოლის გაჩერების უფლება არავის არ გვაქვს რა. დღეს სხვათა შორის თემურ ზასუხაშვილის დაბადების დღეა და სწორედ დღეს მიუსაჯა მოსამართლე გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ისევე როგორც ნანი წულაიას, გიორგი მინდაძის დედას საკუთარ დაბადების დღეზე გამოუცხადეს შვილის განაჩენი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხო, სისასტიკით სავსეა ეს რეჟიმი და ალბათ ვფიქრობ, რომ ამ სასტიკი მოპყრობებით ფიქრობდა ხალხის გატეხვას, ხალხის განეიტრალებას, მაგრამ ასევე ქართველი ხალხი მედგარია და რაც უფრო სასტიკია რეჟიმი, მით უფრო მედგარია ბრძოლაში. მეთოდია, სხვათა შორის შარშან. 1-3 წლის წინ იყო ChatGPT-სთან მქონდა ესეთი საუბრები, რაღაც უხსნიდი ჩვენს სიტუაციას და რაღაცებს ვეკითხებოდი. დიდი ხანი შევაწუხე, მოკლედ, ბევრ თემაზე გვაქვს გახსნილი სასაუბრო ჩატი და იყო მათ შორის აი ეს როგორ ახერხებს ზოგადად თვალსაჩინოა მანიპულირებას საზოგადოებრივი აზრითაც და მათ შორის საზოგადოებრივი ქცევის მანიპულირებასაც როგორ ახდენს. და ის რაც უკვე ჩვენთან ხდება ანუ შიშის თესვის და ესე ვთქვათ რომ გიბიძგებს უმოქმედობისკენ არის რაღაცა ქმედებები ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან მოსახლეობაზე არის კონკრეტული ზემოქმედებები რომლებიც უბიძგებს ადამიანებს უმოქმედობისკენ. ხო, ღვთისმშობლს გაშინებს შიშის თესვა, მათ შორის ვერბალური შიშის თესვით იწყება, მერე გრძელდება ფიზიკური შეხებებით, რაც ვნახეთ, მერე არის უკვე დაჭერები იყო, ეს ChatGPT-ს დაჭერაზე არ უთქვას, ეთყობა ეს პრაქტიკულად დიდათ არ არის იმ ქვეყნებში გავრცელებული თვითონ რასაც იძიებს და შემდეგი არის უკვე ფიზიკური საფრთხეები, რომელთანაც უკვე მაგალითად პუტინის რეჟიმი მისულია და კონკრეტ ნავალნის შემთხვევაში, ნემცოვის შემთხვევაში, პოლიტიკოსკას შემთხვევაში ფიზიკურად განადგურება იყო ის ესე ვთქვათ რაღაცა ფაქტორი, რომლის გამოც მაგალითად რუსეთში საზოგადოება უნდა ჩაყუჩებულიყო და გაჩერებულიყო. ჩვენთან ჯერ მოგეთ აღვირის ახსნამდე არ მისვლან რომ ქუჩებში გხოცონ და იმედია მაქამდე არ მივალთ. მათ შორის აი დუტერტე აკეთებდა სხვათა შორის მაგას დუტერტეც კი რომელიც ქუჩაში ხოცავდა, ხო აი მე რომ ჩამიდეს მომხდებოდა შუბში ტყვია და გვერდზე დამიგდებდნენ რაღაც ერთ ვედრო იმას ერთ ჩანთა რამე ნარკოტიკს და იტყოდნენ რომ აი გარბოდა ამითი და დავაკანდით. ანგარიშწორებას ამას აკეთებდა დუტერტე. ოპონენტებთან აკეთებდა სწორედ ნარკოტიკს. ხო, გამიმართლა რომ შუბში ტყვის მაგივრად 8 თვიანი პატიმრობა ხუმრობით რო თქვა, 8 თვიანი ტყვეობა იკმარეს. ესეც საქმეა, ხო? მოკლედ დღეს ძალიან უცნაური გადაცემა მაქვს, ხო, პოზიტივით სავსე და ამავდროულად ისევ ის განცდები, რაც თქმა უნდა მახლავს სხვა რეჟიმის პატიმრებთან დაკავშირებით, მაგრამ პირველი გამარჯვება, ერთ-ერთი პირველი ხარ შენ კი ამ ბრძოლის პატიმრებს ასევე პატიმრის ოჯახების გასაგონად ან მათი მეგობრების გასაგონად თქვა, რომ პატიმრებს ხანდახან არის ხოლმე რომ განცდა შემოაწვევათ ისეთი, რომ რაღაცა ცოტა ცუდის, როგორ გითხრათ, ცუდი რო აცნობიერებს შეიძლება რაღაც გარკვეული წლების მანძილზე მოგიწევს იქ ყოფნა, ცოტა იწყენ ხოლმე ესე ვთქვათ და მინდა უთხრა რომ გაამხნევონ ხოლმე შიგადაში გუთხრან რომ ყველაფერი კარგად იქნება, ნამდვილად კარგად იქნება, ეს უბრალოდ სიტყვა არ არის, რომელთაც ვამშვიდებთ და ამისათვის საქმესაც
ბევრი ადამიანი აკეთებს და გაკეთებული საქმე ყოველთვის შედეგამდე მიდის და შედეგი იქნება მათი თავისუფლება აუცილებლად. ჩვენ მძიმე აგვისტო გველოდება და სექტემბრის პირველი ნახევარი, როდესაც ამ 60 ადამიანის შემთხვევაში მოხდება უკვე გამოცხადება განაჩენების და რიგი მათგანი ალბათ სწორედ ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ უმრავლესობა ალბათ უდანაშაულოდ გამოცხადება ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ეს მძიმე გადაწყვეტილებები პირიქით უნდა გაგვაძლიეროს და ბრძოლის ველი გააძლიეროს, იმიტომ რომ რაც მალე დავასრულებთ, რაც ბევრი ვიქნებით და მალე დავასრულებთ, გარდავტეხავთ ამ რეჟიმს, რა თქმა უნდა, უფრო მალე გამოვლენ ეს ადამიანები. სულ მინიმუმ ჩვენ რაც შეგვიძლია ერთად, რაც უბრალოდ თუ ალტერნატივა მოთხოვნაა და ამაში მათ შორის ქართული ოცნების ამორჩეველიც გვეთანხმება, რომ ადამიანები ტყვეობაში არ უნდა ყვავდეს და ვფიქრობ, რომ საზოგადოება უფრო ესე ვთქვათ აქტიურად და აენთოს ამ იდეით და ხალხის რაოდენობასაც უნდა დაეწყოს, ეგ რომ ბოლოს და ბოლოს არის რაღაცა სხურები, რომელიც გადაკვეთას არ შეიძლება და რაღაცა თამაშის წესები, რომელიც უნდა დავიცვათ. ხე ბოლო მართლა რაღაც ერთმანეთის ხოცვას ხوار დავიწყებთ და საგიჟეთში ვცხოვრობთ, არ შეიძლება ესე. ამიტომ ხო, არ ვიცი უკან დახევათ რატო თვლი ამ პირიქით. მალე გისურვებ პროფესიაში დაბრუნებას, იმიტომ რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ქონია და ალბათ გელოდება კიდე ესეთი ადამიანი, რომელიც ის სწავლა მქონდა დაწყებული და შემაწყვეტინეს და მაგას გავაგრძელებ აუცილებლად. ახალ ესე ვთქვათ პროფესიას რა ახალ დარგს ვიმატებდი ესე ვთქვათ იმაში. რომელს? ჩემს პედიატრიას. პედიატრია. ცოტა უფრო მშვიდი ნაკლებად სისხლიანი და ექსტრემიანი ნაწილი ხო რომ ცოტა ასაკთან ერთად ემოციებიც ისეთი ხდება მძაფრი და რთულია პატარა ბავშვების ესეთ გაჭირვებას უყურო. გონია რომ საკმარისად უყურე. მადლობა გიორგი, მადლობა სტუმრობისთვის. არასტანდარტული გადაცემა იყო მაინც, ეს უფრო არის, მე ხო ჟურნალისტი არ ვარ და მინდა უბრალოდ საზოგადოებამდე მივიტანო ის შიდა სამზარეულო, რაც ხდება სასამართლოებში და ძალიან კარგი იყო შენი სტუმრობა, რომელმაც ადამიანის სტუმრობა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოიარა ეს მძიმე დღეები და ის სასამართლოს უსამართლობები, რაც უშუალოდ შიგნით ხდება. მე გამიმართლა და შენს პროცესზე გამოცხადებაზე უშუალოდ დარბაზში ვიყავი, გარეთ კი ნახე შენ რამდენი ადამიანი იყო, აი ამდენი ადამიანი დადის თითოეული პატიმრის პროცესზე და ეს ბრძოლა უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის. წარმატებებს გისურვებ და ჩვენი ბრძოლა ერთად გრძელდება. ასევე წარმატებებს გისურვებ. არის გადო, ძალიან სასიამოვნო იყო აქ სტუმრობა. მადლობა. დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო